ვისაც გაქვთ ნერვი, საათნახევარი უსმინოთ მიხეილ ყის აზრებს ფილოსოფიაზე თქვენი მშურს. ხოლო ვინც უსმენთ ამ ავდაუდას და არც ერთი კითხვა არ გიჩნდებათ, თქვენი აღარ მშურს. და ალალად მეწოდება ის ქვეყანა, სადაც თქვენ ხმის უფლება გაქვთ. ტიპმა დაწერილი 10 წუთიანი ტექსტი. თაბახის გვერდის 4 გვერდი მისი ტექსტით ქაღალდიდან ვერ წაიკითხა ვერც ერთ ენაზე ქართულის გარდა და მართლა არ გაგიჩნდათ კითხვა, რა ენაზე აქვს წაკითხული დეკარტე, კანტი და ჰეგელი. სად აქვს წაკითხული? ან როდის? ფილოსოფოსები ქვია ზოგიერთს, მათ წარმომადგენლებს. ფილოსოფოსობად მოაქვთ თავი, ხო? პირველი რა არის? ეხლა დეკარტს და ჰეგელს და კანტს ასწავლიან და კრიტიკული აზროვნება და კითხვის დასმა მთავარი საკითხია, ხო, ფილოსოფიაში, რომ რაც არ უნდა ჭეშმარიტებისკენ მიდიხარ, მაინც რაღაცა უნდა მოძებნო, რომ იქნებ კიდე არსებობდეს რაღაც და თქვენც არ მოიდგინეთ ეს ადამიანები ისე განაწყვეს, რომ კითხვის დასმის უფლებაც არ მისცეს. ტიპს ცხოვრებაში ორი მასწავლებელი ყავდა. ეს და აი ეს. და ამათგან რომელმა მისცა დავალებად დეკარტეს მედიტაციები? ამან თუ ამან. ამათგან რომელმა დააკონსპექტებინა წმინდა გონების კრიტიკა და რომელმა ჩაიბარა გამოცდას? ბორია ივანაშვილმა თუ ვალერა გაზაევმა? ან საერთოდ სად ისწავლა ეს დასაწვავი ფილოსოფია? მიხეილ ყის ბოლნისის საშუალო სკოლის შემდეგ ერთადერთი განათლება აქვს 16 წლამდელთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელის დიპლომი და ცოტა ეჭვმეპარება ფეხბურთის ფედერაციის სამთვიან კურსებზე ფილოსოფია ასე ღრმად ისწავლებოდეს. კარგი, დაუშვათ თავისი წმინდა გონებით აინტერესებს და სახელმწიფო საქმეებისგან თავისუფალ დროს სწორედ გერმანულ და ფრანგულ ფილოსოფიაში იძირება. ბოლომდე. მაშინ რატომ არ ახსენებს ნიცშეს? გამახსენდა. მისი ბოლო ტრენერი არ ეთანხმება ნიცშეს და მიხეილ ყვინაა რომ მის სიტყვას გადავიდეს. ამიტომ არც ეს დაეთანხმება და დამთავრდა. სინამდვილეში კი არანაირი ფილოსოფია არ სჭირდება მარტივი რამის მიხვედრას. ბორია ამ ყველაფრით, აქეთ ჩვენ გვეკაიფება, იქით ამას. გაიხსენეთ რისთვის აირჩია საპრეზიდენტოდ. ერთადერთი თვისებით. მიხეილ ყ არის თეთრი დაფა. მზადაზე დაიწეროს ყველაფერი რას ცისურა. და ალბათ საკმარისი მადლიერების გრძნობა აქვს, რომ არაზროს გამოდგეს ადამიანს, ვინც სრულიად წარმოუდგენელ სიმაღლეზე აიტანა და დადო. მაგრამ ბორია მაინც ეჭვიანი კაცია. ყველა საქმეში ორმაგი, სამაგი, ათმაგი დაზღვევა, გადაზღვევა და გადმოზღვევა სჭირდება. ამ სისულელების ლაპარაკი მიხეილ ყისგან და შემდეგ საჯარო დაცინვა და ხორხოცი, რაც ძალიან მარტივი გასათვლელი იყო წინასწარ, მართლა განგებ-გაკეთებული მგონია. კიდევ ერთხელ რომ მიახვედროს პრეზიდენტად წოდებული სხეული, რომ მისი ბორია ივანაშვილის გარეშე არავინ და არაფერია. ფილოსოფიაზე საუბრები რომ რეჟიმის სტილი ყოფილიყო, პრეზიდენტად 5 წელი მართლა ფილოსოფოსი გვეჭდა. მართლა პროფესორი, მილიონი უნივერსიტეტის დიპლომითა და თავად უნივერსიტეტის დამფუძნებელი და რექტორი. ოღონდ იმასაც კი არ უკადრია ჰეგელსა და დეკარტეზე ლექციები წაეკითხა ჩვენთვის. თუმცა ეჭვი მაქვს ცოტა მეტი კი ეცოდინებოდა. ვისაც ჟურნალისტიკაში ერთწლიანი გამოცდილება მაინც აქვს, იცის. საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული დამჯდარი, როგორც ვამბობთ ხოლმე, ინტერვიუ ქვეყნის პირველ პირთან სპონტანური არ შეიძლება იყოს. ამ ქვეყანასა და ამ რეჟიმში არასდროს არავინ მოგატყუდა. მიხეილ ყის ადმინისტრაციას თვითონ თუ არ ქონა ჩამოწერილი ეს კითხვები ჟურნალისტისთვის. ყველა ვარიანტში, 3 დღით ადრე მაინც. კითხვები ქონა მიღებული მისგან, ყველა პასუხი წინასწარ იყო დაწერილი, ჩასწორებული, გამეორებული, დაბრეინსტორმინგებული, მორგებული კონკრეტულ ორატორს. ეს პასუხები წინასწარ იცოდა არა მხოლოდ ჟურნალისტმა, არამედ მისმა უფროსებმაც, ყველამ. ვასიკო მაღლაფერიძემ, თინა ბერძენიშვილმა, გიორგი გვიმრაძემ, რა ვიცი, მიყავთ კიდე. ბონდომ ძინარიშვილმა თუნდაც და სხვებმა. და სრულიად, აი აბსოლუტურად შეუძლებელია პასუხში შემთხვევით მოხვედრილიყვნენ გვიანი შუა საუკუნეების ევროპელი ფილოსოფოსები. შეუძლებელია. მიხეილ ყის რომ რინუს მიხელსის ტოტალური ფეხბურთის ფილოსოფიაზე ესაუბრა, ხმას როგორ გავიღებდით საერთოდ. სერ ფერგიუსონი, ანჩელოტი ან დელ ბოსკე ეხსენებინა, გავიღებდით, მაგრამ ვიტყოდით, რაც იცისო. გერმანელებიდან რუმენიგესა და ბეკენბაუერის მაგალითები რომ მოეტანა, ფრანგებიდან ზიდანისა და პლატინის, ჩავთვლიდით ჯანდაბას. ამ საკითხზე მაინც არ ღირს ამ კაცთან შედავება. მაგრამ როცა გერმანელებიდან კანტსა და ჰეგელს ახსენებს, ფრანგებიდან კი დეკარტეს, პირველი და მთავარი რის კითხვით გვმართებს, შენ ბიჭო, რა კი არსებობ, გონია რომ მართლა აზროვნებ?